უმაღლესი განათლების მიღება თვითონ სტუდენტზე მეტად ოჯახის თავმოყვარეობის საკითხია. უბრალოდ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება რომ ყველას დაუმტკიცო როგორი ნიჭიერი ხარ, თორემ მერე სწავლას რაღა უნდა. შენ თუ არა, შენით მოამაყე მამა გააკეთებს ყველაფერს რომ კურსიდან კურსზე გადავიდეს და ბოლოს შენ სახელზე გამოწერილი დიპლომით საუკეთესო სარძლო ეძებოს. ყველაფერი ძალიან მარტივია. ნიშანი ცოდნაში იწერება და ეს ცოდნა ან სტუდენტს უნდა ჰქონდეს თავში, ან მამას ჯიბეში. უკაცრავად ბატონო. სიგარეტი ხომ არ გიქნებათ? კი. ინებეთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ასანთიც. დიდი მადლობა გენაცვალებ. თქვენი შვილი ხომ არ აბარებს? შვილი აბარებს, შვილი მეტყობა ხო რომ ნერვიულობ რა. კი, შეგატყობ. ძალიან რთული არა ეს გამოცდები კაცო ძალიან. თქვენი შვილიც აბარებს ალბათ ხო? არა, მე მამას ველოდები. მამას ველოდები. დიახ. მამაც აბარებს? არა, ბატონო, ასაბარებს. ახლა წელს პირველად არის საგამოცდო კომისიაში. ხო და ნერვიულობს და შესაბამისად მეც ამ ნერვიულდი და აი ელოდები. დიახ. არაფერი არ არის სანერვიულო. ეთქობა ჩემი შვილი და მამა თქვენი კარგად გაუგებენ იქ ერთმანეთს. შვილი კარგი მყავს, გაიგე მომზადება როგორ ჩვენ გაუგებთ ერთმანეთს. ბავშვი როგორ არის მომზადებული? რაო? რა მომზადებული, ბატონო, მომზადებული კი არა, ვუნდერკინდია, ვუნდერკინდი. მოძრავი ვუნდერკინდი, მოძრავი, აი პატარა რო იყო, აი პატარა. სანამ დაიბადება, დედა როგორ დაუძახა, დედამის იცი? იცი როგორ დაუძახა? ისე კი არ დაუძახა, ყველა რო უძახის, ყველა. ასე რო იყო, ასე. უღურე. გასული, ბატონო, გასაკეთეთ, ბატონო. მუცელში რო იყო, დედამისის მუცელში რო იჯდა, გაიგე, იქიდან გამოძახა. დედი, როგორ ახარო, გაიგე, როგორ ახარო. ივანა უპასუხა დედამის როგორ იცი? კარგად ავარ, შვილო, კარგად ავარ. მაშინ ეგ სკოლაშიც გენიოსი იქნებოდა. გენიოსი არ ქვია მაგას, გენიოსი პირველ კლასში იყო, პირველში გესმის და მეათე კლასელები გესმის, დათრგუნული ყავდა, დათრგუნული. თავისი განათლებით და ჭკუით, აბა? საინტერესოა. აბა. რას ლაპარაკობ, ახლა რატო ნერვიულობ, ვიცი, იმაზე კი არ ნერვიულობ, რო არ დამეჩაგროს, ცოტა პატარაა ბავშვი. რასაბობ, თუ ასეთი ვუნდერკინდი იყო რომ პირველ კლასელი მეათე კლასელებს თრგუნავდა, ვინ დაჩაგრავს მას? მომხედე ახლა შენ ეს იყო სკოლაში. გაიგე და ეს ახლა რაც არ უნდა იყოს აქ უნივერსიტეტია, გაიგე და მეშინია მაინც ხანაირია, ხო იცი აქ ისე და ბავშვი კაცო ისე პატარა არის, პატარა და აბა რა ვქნა? კაი ბატონო, პატარაა პუტინიც, მაგრამ აგენ სოფლიოზე ბატონობა სულს. კაი ახლა კი გაუგეთ ჩვენ ერთმანეთს, მაგრამ პუტინი ბიჭო, პატარა როა, პუტინი არის მოჭიდავი, გაიგე? ჯუდოისტია ეს პუტინი, ეს კი ურე, მოდის ჩემი გენიოსი, აგე. რაკენი, მამიკო, რაკენი. ყველაფერი ჩავაბარე, ყველაფერი კარგად დავწერე. ის გენაცვალი შენ, ჩემი გენიოსი. წავედით მამის სახში, წავედით. კარგად დადებოდეთ, ბატონო, კარგად. უღურია მაშინ. პატარა უძახელა.